პირველ რიგში ბედნიერი ვართ, რომ რიშარ გალიანო, მართლაც ყველაზე გემრიელი მარგალიტი დახურავს ფესტივალს. 2006 წელს ჩამოვიდა პირველად რიშარ გალიანო შეუდარებელი პროექტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2007 წელს უკვე Piazzolla Forever, მუდამ Piazzolla ამ პროექტით დაბრუნდა სექსტეტით. მერე ჩამოიყვანა წყინვალე მუსიკოსები. მე მინდა ახსნა, რომ ყოველ ჯერზე გალიანო ჩამოყავს და წარადგენს ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც პრინციპში თანატოლია, ანუ იმ სიდიადესთან, იმ ნიჭიერება, ის მგრძნობიარობა, რაც მუსიკოს უნდა ქონდეს, აბსოლუტურად ყველა არტისტის სულში და გულში, ამიტომ იყო ყოველ ჯერზე სრული ანშლაგი, წარმატებული პროექტები. აი შარშან წინ მაგალითად ქართულმა კომპოზიტორმა ნატო თოთიბაძემ თავისი ინიციატივა იყო, როდესაც დაწერა ნაწარმოები აკორდეონისა და ორკესტრისთვის და მე რადგან წარმოვადგენ რიშარ გალიანო საქართველოში, ამიტომ მოხდა ჩემი თანამონაწილეობა, თორე პრინციპში თავად ქართველი კომპოზიტორის ინიციატივა იყო, გალიანო ჩამოვიდა, მან შეასრულა ეს ულამაზესი თემა ტანგო ერთისთვის ორკესტრთან ერთად და აი ამ ინტერვალის შემდეგ იგი დახურავს, ეს არის მარგალიტი ალბომი, ეს არის ის რევოლუციური ალბომი, რომელიც გალიანომ 1993 წელს გამოსცა. ორ დიდ მუსიკოსთან შარლს ბელონზისთან და მიშელ დამამიწყდა გვარი ახლა და აი წარმოიდგინეთ თქვენ ამ ყველაფრის შემდეგ, აი ამ დიდი გენიოსების შემდეგ იგი თანამგზავრად ირჩევს ფილიპ არტს კონტრაბასის და ადრიან მოინარს, რომლებიც არიან დღეს წოდებულნი როგორც რიტმის ოსტატები. ეს იქნება ის მუსიკალური მოგზაურობა, რომელშიც თავად გალიანო ჩაითრევს მსმენელს, მას ყავს ძალიან დიდი რაოდენობის თაყვანისმცემლები და ეს ალბომი New Viaggio უფრო მეტ მსმენელს მოუსიტავს მას, ბედნიერია, მოხარულია, რომ თბილისის რიტმს დახურავს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის გალიანოს შემოქმედებაში, რომ მისი შემოქმედება მრავალფეროვანია თავისი ტემბრით, თავის განწყობით, რიტმით და ეს კონცერტი, თვითონ ეს ტრიო ქმნის იმ დინამიკურ სინთეზს ამ წინვალე მუსიკოსებთან ერთად, რომელიც გადმოსცემს ტანგოს ვნებას, ჯაზის თავისუფლებას და ფრანგული ტრადიციული მუსიკის სიღრმეს. ამიტომ ვინც მოასწრო, იმიტომ რომ უკვე სრულ ანშლაგზე გავიდა, დაიხურა უკვე სალარო, ვინც ანუ ის მსმენელი იქნება ბედნიერი, ვინც დაისწრება ამ კონცერტს ხვალ სამშაბათს. გაბატონო, ფესტივალი თბილისის რიტმი დაიწყო მაისში. როგორი იყო მისი პროგრამა და როგორ ჩაიარა, როგორ შეაფასებდით მის მიმდინარეობას 2025 წელს? როგორც კრიტიკოსები ამბობენ, მათ უკვე უწოდეს თბილისის რიტმის ვარსკვლავური ფესტივალი. ჩვენ ოთხმაის გავხსენით ფესტივალი კუპელი ვირტუოზი მუსიკოსი, პიანისტით, კომპოზიტორით, რობერტო ფონსეკას სრულიად ახალი ალბომის წარდგენით La Grande Version, რომელმაც გვამოგზაურა ჩვენ კოპური ბობოქარო 20-იან წლებში. შემდეგ უკვე გრიბოიდოვის თეატრში წარვადგინეთ ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა ბალერინა ნატალია ოსიპოვა თავის თანავარსკვლავედთან ერთად ბალეტის სამყაროდან, ანუ სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასიდან ყავდა მას მოწვეული კოლეგები და რიშარ გალიანო მართლაც ჩვენ ველოდებოდით იმ თარიღს, როდესაც ის დაგვიმტკიცებდა, დაგვიდასტურებდა. ამიტომ არის ეს ინტერვალი, ნახეთ, ივნისიდან სექტემბრამდე და პრინციპში ეს სიცარიელე და ეს ინტერვალი ღირსი იყო გალიანო, რომ ჩვენ ამდენი ხანი დავლოდებოდით მის ჩამოსვლას. აი დადასტურება ახსენეთ და რამდენად რთულია ეს პროცესი ორგანიზების თვალსაზრისით ფესტივალი, მათგან თანხმობის მიღება, მათი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ალბათ და მათი სურვილიდან გამომდინარეც, რომ შეასრულონ საქართველოში. იცით, ბოლო დროს უფრო რთული და რთული ხდება. ნუ ეხლა გალიანოც აღარ არის ახალგაზრდა, უკვე 72 წლის არის, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს გადაადგილებაში, უფრო ხშირად დროს
ხარჯავს სტუდიური ალბომების გამოცემაში, ძალიან ხშირია მაგალითად აზიაში მისი მოგზაურობა ამერიკასა და აზიას შორის. ამ კუთხით, მაგრამ ზოგადად კარგი არტისტის დაკონტრაქტება, დათანხმება, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა, ჯერ ძალიან უყვართ საქართველოს, ეგზოტიკურია მათთვის ეს ყველაფერი, ბოლო დროს გართულდა. 2017 წელს შეიქმნა ფესტივალი. 2017 წელს შეიქმნა ფესტივალი, აქაც მას მადლიერება მინდა გამოვხატო, ძალიან დიდი რამ გააკეთა ზოგადად გინდ, პირადად ჩემი შემოქმედებით ცხოვრების უფრო დახვეწისთვის, ყოველთვის გვერდში გვედგა, ყოველთვის მზად იყო ჩამოსულიყო, ყოველთვის მზად იყო ისეთი შემადგენლობით ჩამოსულიყო თბილისში, რომ მაყურებელი ახტაცებაში მოეყვანა. რომელი ერთი დავასახელო, ისეთი გიგანტები, როგორც ბირელი ლაგრინი, დიდიე ლოკვუდი, კლარენს პენი, ანდრეი ჩეკარელი, ხო და ეხლა ადრიან მოინიარი თქვენ ახსენეთ, ეს არის დღეს პარიზის ჯაზ ტოპ ჯაზ კლუბების, ნიუ-იორკის ყველაზე წამყვანი ჯაზ კლუბების ერთ-ერთი წარჩინებული გიტარისტი, მანუშის ჯაზის სტილის გიტარისტი, მანუში ეს არის ბოშური მუსიკა, ის გახლავთ ადრიან მოინიარი ძალიან დიდი მუსიკოსის ჯანგო რაინჰარტის შემოქმედების გამგზელებელი, თავად გალიანო არის ასტორ პიაცოლას მუსიკის უბადლო ინტერპრეტატორი და ზოგადად გალიანო არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იმ მოძრაობის, რომელსაც თანამედროვე სახე მისცა მიუზეტს, ეს გახლავთ პარიზული საცეკვაო დარბაზების მუსიკა და ის პარიზული საცეკვაო დარბაზების მუსიკა მან პასუხად წარუდგინა ტანგო. მიხვდით, რა ჩვენ გვინდოდა ვთქვათ ერთ-ერთი კომპოზიციის დროს ესე ექსპრომტად შეგვეთავაზებინა ერთ-ერთი ტანგოს წვილისთვის, ცნობილი ერთ ქალბატონი არგენტინელია და მისი პარტნიორიც უცხოელია, რომ ეს ექსპრომტად ამდგარიყვნენ და პიაცოლას მუსიკის ტანგო შესრულებისას ეცექვათ, ხო? არა სცენაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ აი დარბაზში ესე ამდგარიყვნენ, მაგრამ გალიანომ თავი შეიკავა. როდესაც უსმენთ ტანგოს, მოდით და ვუსმინოთ ტანგოს. თუ არის ცეკვა, ვუყუროთ ცეკვას. ანუ ეს აღრევა მან არისო, რომ ისე როგორც ასტორ პიაცოლას არ უნდა და როდესაც უკრავენ ტანგოს სცენაზე, მოდით მოვუსმინოთ მას ბოლომდე. სრულყოფილია მისი ნაწარმოებები, მრავალფეროვანია. ესეთი მომენტია განწყობაზე მოქმედებს გალიანოს შემოქმედება. შეიძლება თქვათ ალუბლის ხე ყვაოდეს, შეიძლება რაღაცა კარბორბალა იყოს გარეთ, მაგრამ შენ ეს არ გემჩნეოდეს. აი მაგალითად უსმენ ერთ ნაწარმოებს არის სრულყოფილი, მეორე ნაწარმოები არის ბევრად ნაზი, აი მაგალითად French touch-ი არის ბევრად სიხარულით სავსე, უფრო swing-ის ელემენტებია და ნუ გამოსარჩევია, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გალიანოს შემოქმედებაში აი ეს ენერგიული, რიტმული ნიუანსები.